ცხიმის დაკლების მსგავსად, კუნთის მომატების დიეტაც ყოველთვის შენარჩუნების დიეტით იწყება. ორკვირიანი შენარჩუნების პერიოდის შემდეგ კი შეგიძლია კალორიების გაზრდაზე გადახვიდე. ამ ვიდეოში გასწავლი, რამდენი უნდა მოიმატო, რა სიჩქარით და როდის უნდა გაჩერდე იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ზედმეტი ცხიმი არ დააგროვა. მაგრამ სანამ ამაზე გადავალთ, ჯერ უნდა გარკვიო საერთოდ ღირს თუ არა შენთვის მატების დაწყება. საქმე ისაა, რომ თუ სხეულზე უკვე მაღალი ცხიმის პროცენტულობა გაქვს, მაშინ წონის მომატების დაწყება არ ღირს, იმიტომ რომ ცარიელ კუნთს ვერასდროს ვერ მოიმატებ. კუნთთან ერთად ცხიმი ყველა ვარიანტში მოგემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებულ ცხიმს კიდევ ახალი ცხიმი დაემატება და შენი აშენებული კუნთის გამოსაჩენად უფრო მეტი დრო და ძალისხმევა იქნება საჭირო. ამ მიზეზის გამო მომატების ფაზას თუ იწყებ, ჯობია 15% ცხიმი ან ნაკლები გქონდეს ტანზე, იმისთვის რომ მომატების ბოლოს ზედმეტად ჭარბწონიანი არ იყო. ანუ 10-დან 15%-მდე ცხიმი თუ გაქვს, შეგიძლია მომატება დაიწყო. ახლა გავარკვიოთ ერთ ჯერზე რამდენის მომატება შეიძლება. გასათვალისწინებელი ფაქტორი აქაც საბოლოოდ დაგროვილი ცხიმია, იმიტომ რომ თუ კუნთის მომატება ცხიმის გარეშე შეუძლებელია, მაშინ მატების პროცესი რაღაც მომენტში უნდა გავაჩეროთ. თორემ საბოლოოდ ისეთ ფორმას მიიღებ, რომ ვერც კი მიხვდები საერთოდ ვარჯიშობ თუ არა. ამასთან ერთად რაღაც პერიოდის შემდეგ მომატებული წონიდან კუნთის რაოდენობა მცირდება და ცხიმის რაოდენობა იზრდება. ანუ რაც უფრო ხანგრძლივია შენი მომატების ფაზა, უფრო და უფრო მეტ ცხიმს იმატებ. ამის გამო ჯობია ერთ ჯერზე მხოლოდ შენი წონის 10% მოიმატო. მაგალითისთვის 75 კილოგრამიანმა ადამიანმა ერთ ფაზაზე მხოლოდ 7.5 კილო უნდა მოიმატოს, რის შემდეგაც თავიდან ხდება ცხიმის პროცენტულობის შეფასება და ზედმეტობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს ცხიმის კლების ფაზა. რაც შეეხება წონის ცვლილების სიჩქარეს, დაკლებასთან შედარებით აქ ბევრად უფრო ნელია პროგრესი. დაკლებისას თუ შეგვიძლია კვირაში 1% დავიკლოთ, აქ მომატებულმა წონამ კვირაში 0.5%-ს არ უნდა გადააჭარბოს. ჩვენი მაგალითისთვის 75-ის 0.5% 375 გრამია. ანუ 75 კილოგრამიანმა ადამიანმა კვირაში 375 გრამზე მეტი არ უნდა მოიმატოს. ასეთი ნელი ტემპი იმიტომაა საჭირო, რომ მატების დაჩქარება უბრალოდ მეტი ცხიმის დაგროვებას გამოიწვევს და კუნთის მხრივ არანაირ დადებით ეფექტს არ მოგცემს. კუნთის მომატება ბევრად უფრო ნელი პროცესია, ვიდრე გვინდა რომ იყოს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ადამიანების უმეტესობისთვის კვირაში მომატებული წონა 9 კილოს არასდროს გადააჭარბებს. ამ მცირე რაოდენობის გამო კალორიების ზუსტი გამოთვლა არაა საჭირო. უბრალოდ 400 კალორია მოუმატე შენს შენარჩუნების კალორიებს და სასწორს დააკვირდი, რომ კვირაში 9 კილოზე მეტი არ მოიმატო. ამაზე ზუსტ გამოთვლას უბრალოდ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ იმ 100 და 200 გრამის განსხვავებას სახლის სასწორები ისედაც ვერ შეამჩნევა. რომ შევაჯამოთ, ერთ მატების ფაზაში მაქსიმუმ შენი წონის 10% უნდა მოიმატო, დაახლოებით კვირაში 9 კილოს სიჩქარით. ამის გასაკეთებლად უბრალოდ შენს შენარჩუნების კალორიებს მოუმატე 400 კილო და დააკვირდი სასწორს. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის.